დღეს რუსი ეგრეთ წოდებული მესაზღვრის მიერ მოკლული ქართველი გიგა ოთხოზორია დაკრძალეს. ოთხოზორია დადიანების კარის ეკლესიიდან გამოასვენეს და ზუგდიდში დაკრძალეს. დღეს ზუგდიდში ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად საქართველოს მთავარი პროკურორი მოადგილეებთან ერთად ჩავიდა. ირაკლი შოთაძე არადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია. მისივე თქმით, უწყებამ საერთაშორისო ძებნისთვის ინტერპოლს უკვე მიმართა და პასუხსელოდება. ჩვენ მიმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით და შესაბამისად ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მკვლელი უკვე წითელი ცირკულარი ძებნილი იქნება. თუ მიიღეთ რაიმე ცნობა? არაფერი არ მიგვიღია. გავრცელდა ინფორმაცია. ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ზუგდიდში დღეს პაატა ზაქარეიშვილიც ჩავიდა. ზაქარეიშვილის თქმით, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მკვლელი დაკავებულია. ზუგდიდში დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ხვალ გალში 4 წლიანი წყვეტის შემდეგ პირველად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით დაიგეგმა. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ეგრეთ წოდებული მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით დილიდან დაიწყო. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცი დადეს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა. წელს პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს 5 რეგიონში გაიმართა. კერძოდ კი კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორი სამხედროებიც, ასევე პოლონელების ასეული. 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სულა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სულა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივისცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღლებელია წევანდელებისათვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ. რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა. არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას. თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეგრეთ წოდებულ დროის კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. კაფსულაში საქართველოს მოქალაქეების გზავნილები მოთავსდა, რომლებიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება. გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამოფენილი სტენდების ნაწილიც დაათვალიერა და მოქალაქეებს შეხვდა. იყო მარცხიც, იყო სამოქალაქო ომიც, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს დღეს მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უნდა გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთლიანად მთელი ერი სიყვარულით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს იქნება ერთიანობა. რუსთაველის გამზირზე გამოფენილი სტენდები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმაც და მოქალაქეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, მათ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ძალიან დიდია მოთხოვნა ქართულ ჯარში სამსახურზე, რაც ბუნებრივია ყველას იმედით აგვავსებს, რომ ჩვენი ქვეყანა საიმედო ხელშია. როდესაც ასეთი ახალგაზრდები მოდიან ჯარში, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ქვეყანა სწორად ვითარდება, ადამიანებს სწორი ორიენტირები აქვთ და საბოლოო ჯამში ბუნებრივია, რომ სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოს გამარჯვებული გამოვა ამ ბრძოლიდან. ჩვენ სამწუხაროდ დღეს დამოუკიდებლობის დღეს და სუვერენიტეტს ვერ აღნიშნავთ ერთიანი სახელმწიფოს ჩვენი ყველა
მოსახლესთან ერთად. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გაერთიანდეს, ადამიანები გაერთიანდნენ, მოხდეს შერიგება და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ერთიანი დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე. რთული გზა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ძალიან გრძელი გზა და ძალიან მძიმე იყო ასევე თავისუფლების მოპოვება. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება და ამას აკეთებს ადამიანები, ვინც აზროვნებს სახელმწიფოებრივად. დიდი სიხარულია, როდესაც 25 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ შეიძლება მაშინდელ ლენინის მოედანზე, რომელიც იყო ოკუპაციის სიმბოლო, დღეს თავისუფლების მოედანზე, რომელიც არის თავისუფლების სიმბოლო, მარშირებას გაევლიდან ქართველი ჯარისკაცები ნატოს თანამებრძოლებთან ერთად. თუმცა ეს სიხარული ვერასდროს ვერ იქნება სრული, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავიც, ოცნებაც, ფიქრიც, ზრუნვაც და ბრძოლაც არის ტერიტორიული მთლიანობის ადგენა. დამოუკიდებლობა არის სიამაყის დღესასწაული, იმის რომ ჩვენ შევძელით დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 25 წლის წინ და ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი საქმით, თავისი შრომით, თავის ცხოვრებით ემსახურება საქართველოს, მართლა სიამაყის გზნობას იწვევს. მინდა თითო ჩვენ თანამოქალაქეს მიულოცო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და საერთოდ დამოუკიდებლობის დღე. მინდა ერთიანობა უსურვო სრულად საქართველოს, ჩვენ ჯარს რა თქმა უნდა სიძლიერე, მშვიდობა ქვეყანას და დარწმუნებულობა ერთობით ურთიერთპატივისცემით ჩვენ შევძლებთ რომ საქართველო იქნება არა მარტო რეგიონში, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. გზნობა არის ესეთი, რომ ეს მონაპოვარი, რომელიც ჩვენ უნდა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ 25 წლის თავზე, არამედ უნდა გამავითაროთ ყველა ის ატრიბუტი სახელმწიფოებრივი, რომელიც მოვიპოვეთ 25 წლის განმავლობაში და დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ სიხარულის, არა მხოლოდ საზეიმო დღე, არამედ არის სტიმული და ჩვენი ვალდებულება, რომ მომავალში ჩვენ გამავითაროთ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით. ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ქართული ოცნების უკვე ყოფილმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა უცხოური სამხედრო ტექნიკის გამოფენა გააკრიტიკა. ამ საზეიმო დღეს უცხო ქვეყნის ტექნიკით ვიწონებთ თავს და მეორე ნაწილი ოკუპირებული ყავს, ეს გარკვეულ სევდას რა თქმა უნდა ტოვებს შევში. ეს ტანკები თავის დროზე რომ მოსულიყვნენ, როცა ჩვენ გვიჭირდა ცხინვალის რეგიონში და იქ ბრძოლაში დაემტკიცებია ჩვენი მხარდაჭერა. გაცილებით მოტივირებული ვიქნებოდი მე თვითონ რომ ამ საზეიმო ვითარებაშიც მიეღოთ მონაწილეობა იმ ნაბრძოლ ტანკებს და არა მხოლოდ ვიღაცის მოსაჩვენებლად აქეთ ჩვენი მოსახლეობის რომ ვიტყვით ხარში გვიდგას ვინმე და ჩვენ უძლეველები ვართ და მეორე ხრის გასაღიზიანებლად რომ შეიძლება კიდევ პროვოცირებული იქნეს ახალი კონფლიქტი. ალბათ 25 წლის წინ რაზეც შეიძლება გვეოცნება და გვეფიქრა, გაგვიაზრებინა ეს იყო მხოლოდ ერთი სიტყვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები, გვაქვს ჩვენი ჯარი, გვაქვს ჩვენი ძალიან ძლიერი პოლიცია, უსაფრთხოების სისტემა. ყველა ინსტიტუტები არის თანამედროვე ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტები და საერთო ჯამში დღეს გვაგზნობინებს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველთვის იდგა ჩვენი წინაპრების მუდმივ ბრძოლაზე თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ყოველთვის იყო სახელმწიფო სიძლიერე, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე და მათ შორის ქართული არმიის სიძლიერე. ამიტომ, როდესაც უყურებთ ჩვენ ჯარს, როდესაც უყურებთ პოლიციას, როდესაც უყურებთ იმ ახალგაზრდებს, ვინც საკუთარი ნებით მიდის ქვეყნის და ჩვენი თავისუფლების დასაცავად, ეს არის ჩვენი სიამაყე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ გმირს, ვინც დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა თავისუფალი. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა პოლიტიკოსს, ვისა გონიერებამაც მოიყვანა დღეს ჩვენი ქვეყანა გახადა თავისუფალი. ეხლა მთავარია გაუფრთხილდეთ და გავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის გილოცავთ ყველას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის საზეიმო აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს დროშის ფერებში განათდება და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთვება სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები. დამოუკიდებლობის დღის რუსთაველის გამზირზე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშვნა დილიდან დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სამინისტროს მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის იყო საბავშვო ღონისძიებები. ადგილზე მისულ სტუმრებს კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ყველას ვილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მომავალ წელს 26 მაისს 26 წლისთავზე იმედია აი ამ დიდ ღონისძიებას ვიხილავთ აფხაზეთში და გამთემებულ საქართველოში. ძალიან მშვენიერი იყო, კმაყოფილი ვარ. ყველა ნორმალურ ქვეყანას უნდა ქონდეს დამოუკიდებლობა ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც დაბადების დღე ხო გაქვთ. აი ეს აქ დღეს საქართველოს დაბადების დღე ეგრეა. თავიდან დაიბადა. კმაყოფილები ვართ. დღევანდელი დღე. მნიშვნელოვანია ყველა დღეს მე ძალიან ბევრ რამე ვნახე, იქით ტანკები ვნახე, სახანძრო მანქანები ვნახე, იქით კიდე გასართობი რაღაცები ვნახე და ბევრი რამე. რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროების პავილიონებიც იყო მოწყობილი, სადაც მოქალაქეებს შესაბამისი ტექნიკის დათვალიერება შეეძლოთ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდი ჩვენ ვაცნობთ სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესახებ ინფორმაციას და ასევე არსებულ ტურისტულ სერვისებს. უამრავი ხალხია, უამრავი ბავშვები და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის, როდესაც უამრავ ხალხთან ერთად ბავშვებიც დღევანდელ დღეს აღნიშნავენ და ეჩვევიან ქვეყნის აღმშენებლობის ტრადიციას, ეცნობიან, არის თუშური კოშკები, არის ასაწყობი ხიდები და მათთან ერთად ჩვენ ძალიან ხალისობ და კარგ დროს ვატარებთ. ძალიან ბევრი ლოკაცია კულტურის სამინისტროს. ტარდება კონცერტები, პერფორმანსები, ცნობილი მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები არიან ჩვენს კაფეებში და ხვდებიან ხალხს. მე მგონი მთავარი არის რომ წელს განსაკუთრებულად არის ხალხის ჩართულობა. ძალიან კარგად არის ყველაფერი მოწყობილი. გამოვიყვანეთ პატარა ლუკაც რომ პირველად ნახოს 26 მაისი და არავის არ უნდა დავიწყდეს დამოუკიდებლობის დღე და აუცილებლად ყველა უნდა გამოვიდეს და იზეიმოს ეს დღე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით 9 ქალაქში გაიმართა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 იუბილეს რუსთაველის გამზირზე ხელნაკეთის სიმბოლური ნივთებისა და ნახატების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ძირითადად გამოფენილი იყო ისტორიული კუთხეებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, ქუდები, სამოსი, სასმისები და სამკაულები. მოხალისე და ორგანიზატორი მხატვრები კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევდნენ მათთან ერთად შეექმნათ ნამუშევრები თექასა და თიხაზე. ქუჩაში მიმდინარეობდა თეატრალური და მუსიკალური მსვლელობებიც. ღონისძიებებში მონაწილეობას მოქალაქეებიც იღებდნენ. სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს მე მაქვს დღეს ძალიან ამაღლებული განწყობა, იმიტომ რომ მე იმ თაობის ვარ, რომელიც მოესწრო 9 აპრილს და მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული რეჟიმისა, მაინც გამოვიყვანა ჩემი შვილი პატარაა, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ყველს დატოვებს და მინდა რომ დღევანდელ დღეს არავინ არ იყოს სახლში. ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან მომწონს რაც ხდება ქალაქში, ამდენი ხალხი როა გამოსული, ამდენი პერფორმანსია, სხვადასხვა ღონისძიება. ანუ პოლიტიკოსებიც გამოსულები არიან, ხალხს ესალმებიან და ძალიან მივესალმები ყოველთვის ესეთ აქტივებს. მსგავსი ტიპის ღონისძიება, სადაც საქართველოს კულტურისა და ისტორიის პრეზენტაცია და გაცნობა ხდება, ყოველ წელს ეწყობა. ორგანიზატორების თქმით, წელს კულტურული კუთხე განსაკუთრებით მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოირჩეოდა. ბელგიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ბელგიაში ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით ქვეყანაში ახალი თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. ეჭვმიტანილები საპორტო ქალაქ ანტვერპენში, ტერნატესა და ბორგერაუთში ჩატარებული რეიდებისას დააკავეს. მათ თან აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი. დაკავებულებს ბრალი ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირისთვის წარუდგინეს. 2 მათგანი უკვე გაათავისუფლეს, თუმცა მათ შორის ერთი მკაცრი კონტროლის პირობებით. მეორეს კი ფეხზე ელექტრონული საკონტროლო სამაჯური გაუკეთეს. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მიერ 22 მარტს მოწყობილ ტერაქტებს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა. დღეს იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა. 2016 წლის სამიტს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე უმასპინძლებს. იაპონიაში უკვე ჩავიდნენ ამერიკის პრეზიდენტი, ბრიტანეთის, კანადის და იტალიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები. სამიტის გამო იაპონიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. სამიტის უსაფრთხოებას 23,000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. ქვეყნების ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
მექანიზმზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ დავებზე, ბირთვულ იარაღზე, მიგრანტებსა და ენერგეტიკაზე იმსჯელებენ. სამიტზე განიხილავენ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკასაც. აღსანიშნავია, რომ პარასკევს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰიროშიმაში ჩავა და ის გახდება ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქალაქს ეწვევა.